მოგესალმებით, მეგობრებო ყველას და დღევანდელ ვიდეოში გვექნება ძალიან საინტერესო მუსიკალური სტრიმინგ სერვისის Apple Music-ის მიმოხილვა. რატო გავაწყვეტე რომ გამეკეთებინა ეს? ძალიან მარტივი მიზეზია ამისთვის. Apple-მა გამოაცხადა, ასე ვთქვათ, აქცია, სადაც ახალ აბონენტებს ერთი თვე ექნებათ უფასოდ მოусმინონ მაღალი ხარისხის მუსიკას და შემდგომ ყოველი თვე უკვე 5.49, ანუ $5.9 იქნება გადასახდელი. რაც მე ვფიქრობ, რომ სავსებით მისაღებია ისეთი მაღალი ხარისხის სტრიმინგ სერვისისთვის, როგორც Apple-ის მუსიკა. ვინც არ იცის მათ ვეტყვი, რომ მუსიკალური სტრიმინგ სერვისი არის დაახლოებით ისეთივე რაღაც, რაც თქვათ ფილმებში Netflix-ი, აქ არის თავმოყრილი აუდიოთეკა, ძალიან დიდი, მუსიკები, ალბომები და ასე შემდეგ. თითქმის ყველაფერი და Apple ვიცით, რომ ერთ-ერთი მაღალი დონის სტრიმინგ სერვისი გახლავთ. ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ მიიღოთ ხარისხიანი მუსიკა. ბაზარზე დღეს ძალიან ბევრი სტრიმინგ პლატფორმა არის. საქართველოში ხელმისაწვდომი არის რამოდენიმე, ყველა არა, ძალიან ბევრია ზოგადად. თუმცა პოპულარულები რაც არის, თითქმის ყველა ხელმისაწვდომია. ყველაზე პოპულარული არის Spotify. ვიცით, მაგრამ Spotify-ის მინუსი ის არის, რომ მას მაღალი ხარისხის მუსიკა არ აქვს, ანუ სტუდიური ხარისხის ტრეკები არ დევს, სტანდარტული AAC კოდეკით არის. ხო და როცა გვინდა რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის მუსიკა, ამისთვის გვჭირდება ისეთი სტრიმინგ სერვისები, სადაც ასეთი რამ არის. ერთი ეს არის Tidal, რომელიც საქართველოში სტრიმავს და ერთი ეს არის, რა თქმა უნდა, Apple Music. Tidal-ის მინუსი გახლავთ ის, რომ მას არ აქვს ქართული ბარათით გადახდა და ვერ მიაბავთ, ასე ვთქვათ, თქვენს საბანკო ბარათებს რომ იყიდოთ, ეს იმამსახურება თანაც ბევრად უფრო ძვირი ჯდება. თუმცა არის ალტერნატიული ვარიანტები VPN-ის გამოყენებით და სხვადასხვა ქვეყნის, სადაც შედარებით უფრო იაფიც არის ტარიფი, მიაბავთ და შესაბამისად გადაიხადოთ და გამოიყენოთ, ასე რომ პრობლემა ნამდვილად არ არის. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა თქვათ VPN-ის გამოყენება არ ვიცით, ამისთვის გვაქვს სწორედ აი ეს მუსიკალური სტრიმინგ სერვისი Apple-ის, რომელიც არის ძალიან კარგი. ზოგადად არის კიდევ ბევრი სტრიმინგი სერვისები, YouTube-ს ცალკე აქვს, თუმცა იქ მაღალი ხარისხის აუდიოს ვერ შეხვდებით. Amazon Prime-ის მუსიკალური სტრიმინგიც არის, Qbozi და ბევრი სხვა, რომელიც ხარ ჩამოთვლო შორს წაგვიყვანს. თუმცა საქართველოში გამოყენებადი რაც არის, ეს არის Spotify, სადაც მაღალი, high-res ხარისხის აუდიო ფაილები არ არის, მაგრამ Tidal-სა და Apple-ის მუსიკალურ სტრიმინგ სერვისზე უკვე ნამდვილად არის. ამიტომ მოდი ახლა ჩვენ მიმოვიხილოთ აქამდე Apple-ის მუსიკასთან, არ მქონდა შეხება, იმიტომ რომ ადრე Apple-ს ბევრი შეზღუდვები ჰქონდა, მაგრამ ბოლო წლებში, ბოლო აპდეიტებზეც გახსნა ეს თავისი რესურსები და ახლა უკვე მაღალი ხარისხის აუდიო თუ აქამდე მხოლოდ Apple-ის გაჯეტებზე იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე ნებისმიერ კარგ გაჯეტზე არის ხელმისაწვდომი. მუშაობს Android-ზე ეს აპლიკაცია, მუშაობს Windows-ზე. ახლა ჩვენასაც უყურებთ, ეს არის Windows-ის აპლიკაცია და შესაბამისად მოვიხილოთ Windows-ის. რა თქმა უნდა, ინტერფეისი განსხვავებულია მობილურის აპლიკაციასა და Windows-ის აპლიკაციის შორის. ეს აპლიკაცია შეგიძლიათ გადმოწეროთ Microsoft Store-დან, ეს არის რეკომენდირებული, არის შეხვალთ Microsoft Store-ში, აი აქ და ჩაწერთ Apple-ის მუსიკას და მარტივად დაინსტალირებთ, აი ძებნაში ჩაწერთ Apple-ის მუსიკას და შესაბამისად ამოგიგდებთ და ინსტალაციას მისცემთ. შემდეგ მე ახლა taskbar-ზე დავაგდე, შეგიძლიათ ეკრანზეც გადაიტანოთ და ასე შემდეგ. მოკლედ თქვენი კონფიგურაცია როგორც კიდე ისე დაალაგოთ. ნახოთ, რას გვთავაზობს, რა არის და ღირს თუ არა ამაში გადაიხადო $5.9. დავიწყოთ იმით, რომ როდესაც შევდივართ ინტერფეისზე, ხედავთ, რომ ესეთი მარტივი მინიმალისტური ინტერფეისია, რაც ძალიან მომწონს. პირველი რაც ხდებათ, ეს არის home ღილაკი. sign in-ს ვაკეთებთ აი აქედან, სადაც ახლა ჩემი ის არის. რეგისტრაციის შემდეგ უკვე გამოგიჩნდებათ აი ესეთი ეკრანი, სადაც რაღაცები შემოთავაზებული არის. და პირველი, რაც დაგხვდებათ, ეს არის კატეგორია ამ შემთხვევაში love, ან love song-ები არის, აქ არის new music mix-ი. ან Spotify-ის მომხმარებლები ხართ, გეცოდინებათ ეს რას ნიშნავს, ეს არის მიქსაციების გაკეთება, მაგალითად, როდესაც შეგიძლია random მუსიკას მოусმინონ. აქაც რომ დამხვდა ეს ახალი მუსიკების mix-ი, ძალიან კაი, ანუ რაღაც ახალი ტრეკები გამოსული. პირდაპირ თავმოყრილია, აქ არის Discovery Station, მუსიკები არის არა მხოლოდ high-res-ში, არამედ არის Dolby Atmos-ში, არის Fatal აუდიოები და ასე შემდეგ. აქ არის Global Top-100 2025-ის 100 საუკეთესო სიმღერა და ასე შემდეგ. აქ როგორც გითხარით, Focus-ი, Heartbeat-ი, Relax-ი, Feel Good და ასე შემდეგ. და Today's Hits, აი ესეთი რაღაც დაგხვდებათ სულ თავიდან. როდესაც მუსიკას ჩართავთ, აი აქ არის პლეიერი, აქ არის ხარისხის მაჩვენებელი, ამ შემთხვევაში lossless-ი, დანაკარგო და
აქედან მეგობრებო შეგიძლიათ რომ აუდიოს ხარისხები გაასწოროთ. როდესაც თქვენ პირველად შეხვალთ, რა თქმა უნდა, აუდიო გასასწორებელი გექნებათ. ამიტომ ვაწვევით აქ, გადავდივართ აუდიო quality setting-ში. პირველს მეპერდეთ არ ვთავ, აქ არის საუნდის გაძლიერება და ჩართული მაქვს, აქ sound check-ები და lossless audio ეს გამორთული გექნება და აუცილებლად უნდა ჩართოთ. აქედან აირჩევთ უკვე შემთხვევაში high quality ანუ ეს არის AAC როგორც გითხარით 256 lossless უკვე სტუდიური ხარისხი და high-res lossless ეს უკვე არის უფრო ასე ვთქვათ მაღალი ხარისხის 192 კილოჰერციანი. ეს რომ მიიღოთ ამისთვის გჭირდებათ ან Apple-ის ასე ვთქვათ ზვირადღირებული პროდუქტი, ან გჭირდებათ გარე ანალოგიური გადამყვანი საშუალება, ეგრეთ წოდებული DAC station-ები და აი მაგის მეშვეობით თავისუფლად შეიძლება მიიღოთ ნებისმიერ gadget-ზე, როგორც ინსტრუქციაში წერია, უფრო მაღალი ხარისხის ორივეგან იგივეს აირჩევთ. შესაბამისად, თუ Apple-ის პროდუქტი გაქვთ კიდე ერთხელ გეუბნებით, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აი ეს ნიუანსებიც, მესამე ოპშენიც მოუნიშნოთ. Dolby Atmos sound, რა თქმა უნდა, always on, ავტომატზე ენება და პრინციპში შეგიძლიათ დატოვოთ. და აქ ვიდეოებიც გვაქვს, შესაბამისად, აქ შეგიძლიათ 4K-მდე დატოვოთ, შეგიძლიათ, რა ვიცი, 1080-მდე დატოვოთ, ან უბრალოდ გუდ მისცეთ. გადმოწერის ხარისხი აქ გვაქვს SD და HD მხოლოდ არა გვაქვს 4K. აქ გვაქვს ხმის რეგულირება, აქ გვაქვს ყველაზე ძალიან რაც მომეწონა და რაც Tidal-ში არ არის ესე და არც ერთ მუსიკალურ სტრიმინგში. აქ არის Next-ი, აი ნახეთ, ისე კარგად გამოაქვს, როდესაც შევდივარ, თქვათ, Next-ის თემაში Tidal-ზე, ყველა ვარიანტში ესე თლიან ეკრანზე მიშლის და ასეთი რაღაცა არ გამოაქვს და შესაბამისად აქ თუ რამე სხვა თემატიკის შეცვლა მინდა, უნდა ისევ ჩავკეცო და გადავიდე. აქ პირდაპირ გვერდზე გამოაქვს რა მოვა ამ შემთხვევაში ამ პლეილისტში რა არის გაერთიანებული და შემდგომ რაც ყველაზე მეტად მომწონს, აქ არის კიდე history, ანუ რას მოусმინე, ასევე clear, ანუ განცდავებად შეგიძლია, ასევე სათითაო სიმღერის და შეგიძლია. ეს არის ძალიან კარგი დამატება, ასევე აქედანაც შეგიძლია საერთოდ clean გაუკეთო. აქ კიდე მომწონს ის, რომ ტექსტი, ნახეთ, ლირიკა რა კარგად არის, Tidal-ზე ეგრე არ არის, როდესაც შედიხარ ლირიკაში, მთლიანად გიხსნის ეკრანზე და აი ეს ნაწილი, სამუშაო ნაწილი მეკარგება და აი აქ ეს ისე არ არის, ნახეთ, ლამაზად არის და გაკეთებული, მინიმალისტურად არის გაკეთებული და არ უშლის ხელს, რომ თან მუსიკამ დაუკრას და შეგიძლოს სხვა, ვთქვათ, ოპშენების გაკეთება. მაგრამ აქ ყველაზე მაგარი მომენტი არის აი ეს. აი ესე იშლება პლეიერი. ეხლა ეს რისთვის არის კარგი? ჯერ ერთი შემიძლია მე ეს ჩავკეცო და მქონდეს, ხო, აქ თქვათ რაღაცა მინდა ვიმუშაო დესკტოპზე, რაღაცა გავაკეთო. ეს ჩვეულებრივად იქნება და აქედან უმართავ, ხო, აქ შემიძლია ლირიკაც ჩავრთო, აქ შემიძლია, რა ვიცი, ესეთი ყველა, ანუ თავარი, ეს თქვა დეშბორდი, მინიმალისტური ხდება და აი ეს პატარა დეშბორდის სახით გამოაქვს, შეგიძლია რომ აქვე იმუშაო, ხმას აუწიო, ჩაუწიო. ასეთი რამ არც ერთ სტრიმინგ სერვის აპლიკაციაში არ აქვს. ეს არის ძალიან მაგარი. ეხლა აქ გვაქვს new section და აუცილებლად home-დან უნდა გადმოხვიდეთ new-ში. აქ არის უამრავი რამ, ანუ აქ უკვე იწყება piano chill-ი, აქ არის თქვათ ხალი ტრეკები, რომელიც ამოდის თემატურად, რა ვიცი, უამრავია უთვალავი მუსიკა, რომელიც შეგიძლიათ მოისმინოთ, ალბომებია და ასე შემდეგ. აქვე გვაქვს searching-ი, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერი ვინმე მოძებნოთ და როცა დააწვევით searching-ს, გამოაქვს აი ესეთი თემატური ვარიანტები და თუ არ და ჩაწერ მომღერლის დასახელებას ან სიმღერის ტრეკს და რა თქმა უნდა ამოაგდებს და მოусმენ როგორც გინდა. მეორე, ხო, new-ში როცა გადავიდეთ ქვემოთ რო ჩამოვიდეთ, ნუ ეს თემატიკები იყოფა რამდენიმე ნაწილად. რა თქმა უნდა, ეს არის განახლებული პლეილისტები, ანუ სადაც შედის პლეილისტებში განახლება. შემდეგი არის, რა თქმა უნდა, ახალი მუსიკა, ტრენდული სიმღერები დღეს, ანუ რაც პოპულარული არის. რაც მე ყველა ძალიან მომწონს და რაც Tidal-ს აკლია, Tidal-ს იმიტომ ვადარებ და Spotify-ს არა, რომ ახალ ამ ორ სტრიმინგ სერვისზე არის, რაც ჩვენთვის, თქვათ, ხელმისაწვდომი არის, lossless-ის თემა. ეს გილაგებს, ნახეთ, გლობალურად რა არის პასი, ასევე ამერიკაში რა იყო, მექსიკაში, ბრიტანეთში, კანადაში და აი ეს გაყვება საფრანგეთი, გერმანია და რა ვიცი, იაპონია და ასე შემდეგ. ასევე არის დღის ტოპ-100, ანუ დღეს რა იყო 100 საუკეთესო სიმღერა და გაყვები და ქვეყნების მიხედვით არის იგივენაირად, ქალაქების მიხედვით არის. City chart-ები ეს ძალიან კარგი არის, ეს არ აქვს Tidal-ს და მე არ მგონია რომ რომელიმე მუსიკალურ სტრიმინგს ქონდეს. აქ გვაქვს რადიოებიც, მეგობრებო, გადავალ მან და ესენი არ გაკმაყოფილებს, აქ შეგიძლია მანუალ რეჟიმში ჟანრების მიხედვით აირჩიო, მუსიკალური ვიდეოები ნახო, ჩარტები, Fatal Audio, modes და მოდები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ
Εν რაოდენობით. Რა თქმა უნდა, აქ შესაძლებელია ბუნებრივი ნებისმიერი სიმღერის ალბომის ჩამოტვირთვა, შენახვა და არქივება და შენი პლეილისტის გაკეთება აქედან შეხდება ეს ყველაფერი, შეგიძლია ფეივორიტებში გადაიყვანო, შეგიძლია უბრალოდ გადააშიარო, ლინკით შეგიძლია მეილზე შეიძლება რაღაცას გაუგზავნო, კოდი შეიძლება აიღო და მე ეს ამ კოდით ეს კონკრეტული სიმღერა სადღაც ჩააპროგრამო, მაგათად Genius-ზე თუ შედიხარ და ლირიკებს რო ნახულობთ, იქ ზუსტად Apple-ის მუსიკებია მიბმული და სწორედ აქ აი ამ კოდის მეშვეობით ხდება ეს ყველაფერი. შეგიძლიათ საკუთარი station library, playlist-ი, ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც მუსიკალურ სტრიმინგში უნდა იყოს. რადიოები ძალიან საინტერესოა. აქ შეხვდებით One Music Radio-s, Countries, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი მიმართულება არის. ასევე არის აქ რადიო გადაცემები. YouTube-ზე ხშირად შეხვდებათ ალბათ ხო, ბევრი რადიოს თავის არხზე აქვს. ასაც მოყავს მუსიკოსები BBC-დან დაწყებული, ვთქვათ, რუსული ავტორადიოთი დამთავრებული და იქ მინი კონცერტები იმართება, არის კაი საინტერესო პოდკასტები, ინტერვიუები და ესეთი რაღაცეები არის, ავტორო გადაცემები, რამხელა არჩევანი არის. აქ რადიოს მიმართულებაში, როდესაც ლაიბრერში რამის სიმღერას ჩააგდებთ, ეს ავტომატურად ალბომში წაიღებს სიმღერებს, არტისტების შესახებ ინფორმაციას აქ გამოიტანს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან კაი რაღაცა არის. მე იმდენად მომეწონა და იმდენად კარგად არის გაკეთებული, რომ ნუ არ ვიცი, ხაი წახფრთოვანებული ვარ. ეს ყველაზე მაგრამ მომეწონა ეს ოფცია, იქიდან გამომდინარე, რომ დეშბორდია ჩვეულებრივი. ხა მუსიკებს არ ჩავრთავ, იმიტომ რომ ეგრევე კოპირაიტი წამოვა აუცილებლად YouTube-ზე შესაბამისად თავს შევიკავებ. არის ქართული სიმღერებიც, საქმე მინდა აღვნიშნო, ძალიან ბევრი თითქმის ყველა შემსრულებელი არის ატვირთული და საკმაოდ მაღალ ხარისხში, თქვენთვის საყვარელი ყველა სიმღერა არის. რეგიონიც არის, რავი, მერაბ სეფაშვილიც არის, ნიაზ დიასამიძეც და ყველა აბსოლუტურად, რავი, ლაშაღლონტი გინდათ თუ რა ვიცი. საქეიფოები არ მომიძებნია, ანუ ტაშაღლარი არ ვიცი, არის თუ არ არის, ნუ ალბათ იქნება. მოკლედ ეს იყო რაც უნდა მეჩვენებინა. მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.